გრძელდება ჩვენი საპირეთერში და სამედიცინო სამშაბათი. გრძელდება ამ ბლოკში ჩვენ უნდა ვისაუბროთ ონკოლოგიურ დაავადებებზე და როგორც წესი, როდესაც ესეთი პრობლემის წინაშე დგას ხოლმე ოჯახი ან პაციენტი, ყოველთვის ცდილობენ ხოლმე გაიგონ, თქვათ, უცხოურ კლინიკებში როგორი მიდგომებია, ან ვისაც აქვს საშუალება, რატომღაც ისე ცდილობს წავიდეს საზღვარგარეთ და გამოკვლევები მაინც და შესაძლებელია ქირურგიული ჩარევაც გაიკეთოს საზღვარგარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთანაც ძალიან მაღალკვალიფიციური ონკოლოგიური კლინიკები არსებობს, თუმცა მაინც საინტერესოა, როგორი არის საერთაშორისო პრაქტიკა ონკოლოგიური დაავადებების მართვის, როგორია პაციენტის ქცევა და ასე ვთქვათ მიდგომები ექიმების ამ დაავადებებთან დაკავშირებით, რა მოდელით ხელმძღვანელობენ იქ ექიმები. სწორედ ამიტომ რუსთავიორის ჟურნალის სოფო ვარდიაშვილს გლობალ ალიანსმა და მათმა ექსპერტებმა უმასპინძლეს ევროპის კლინიკებში და ვნახოთ სიუჟეტი. 68 წლის პაციენტს სიმსივნე ფილტვზე აქვს, თუმცა ოპერაციას ვერ უკეთებენ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ გულის შეტევა გადაიტანა. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი მისთვის რადიოთერაპიაა. ასეთ მომსახურებას კი მას პარიზის რადიოთერაპიის კერძო ცენტრში უწევენ. კიბერდანა ასე ჰქვია აპარატს, რომელიც 110 მმ-ის სიზუსტით ახდენს სიმსივნეზე ზემოქმედებას და მოცილებას სხვა ორგანოების დაზიანების გარეშე. უშუალოდ რადიოთერაპიის ჩატარებამდე ხდება პაციენტის სკანირება, რის შემდეგაც შესაბამისი გეგმა დგება. პროცესში ექიმებთან ერთად ფიზიკოსებიც ერთვებიან. This is the patient you saw downstairs. ეს არის პაციენტის სკანირებული გამოსახულება. აქ შემოვხაზავთ იმ სიმსივნის მოცულობას, რომლის მოშორებაც გვინდა. აქ შეგვიძლია დავინახოთ, როგორ მოქმედებენ სხივები. ძალიან ბევრი გზა არსებობს, ისე შევახციოთ ადამიანის ორგანიზმში, რომ თავი ავარიდოთ კრიტიკულ ადგილებზე ზემოქმედებას, როგორებიცაა მაგალითად გული ან ფილტვი. მსგავსი აპარატი სულ რამდენიმეა ევროპაში, ამიტომ რადიოთერაპიის კერძო ცენტრს ყოველდღე 10-15 პაციენტის მიღება უწევს. ექიმების თქმით, საშუალოდ 6 პროცედურა 90%-იანი წარმატების საფუძველია. ცენტრში მკურნალობა საფრანგეთში მცხოვრებთათვის სრულიად უფასოა, რადგან მკურნალობის ხარჯს თავიდან ბოლომდე სახელმწიფო დაზღვევა ანაზღაურებს. თუმცა ცენტრში მკურნალობის ღირებულება უცხოელი პაციენტებისთვისაც არ იცვლება. სიმსივნის თითოეულ სახეს ეროვნული დაზღვევის მიერ სპეციალური კვოტები აქვს გამოყოფილი. ჩვენ ერთნაირ ტარიფებს ვიყენებთ ყველა პაციენტისთვის, ვისაც დაზღვევა აქვს ან არ აქვს. ეს ძალიან ზუსტი ტექნიკაა, რომელსაც რობოტი უძღვება. ის რადიოთერაპიას მიუსადაგებს მოძრაობას და ამით სიზუსტეს იცავს. სიმსივნის მკურნალობის შემდეგი ეტაპი პაციენტებისთვის საფრანგეთში არის დამხმარე ცენტრები, სადაც მათ უხსნიან, რა შედეგები შესაძლოა მოჰყვეს ამ დაავადებას და როგორ შეიძლება მისი პრევენცია. სხვადასხვა სპეციალისტი პაციენტებს ვიზუალურ თუ ფსიქიკურ პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარება. აქ არის ესთეტიკოსი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, რომ დააკმაყოფილონ პაციენტის ყველა საჭიროება მთელი მკურნალობის განმავლობაში, ასე რომ აქ არის სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლად კიბოს მკურნალობის პროცესში საფრანგეთში ოჯახის ექიმს მიიჩნევენ, რადგან სწორედ ის არის პირველი, ვინც დაავადების სიმპტომები ადრეულ ეტაპზე უნდა აღმოაჩინოს. ოჯახის ექიმი იმ ქსელშიცაა ჩართული, რომელიც დაავადებული პაციენტის სამკურნალოდ იქმნება. თითოეული პაციენტის შემთხვევას ექიმების ჯგუფი განიხილავს, რომელიც სხვადასხვა სპეციალისტისგან შედგება. როცა პაციენტი მიდის ონკოლოგიურ განყოფილებაში, ჩემი და ჩემი კოლეგების როლი არის, რომ დააბრუნონ ის სახლში რაც შეიძლება სწრაფად, რადგან მისთვის სახლში ყოფნა ყველაზე სასიამოვნოა. გართულების შემთხვევაში პაციენტი ურეკავს ოჯახის ექიმს. თუ საქმე უფრო რთულადაა, ოჯახის ექიმი რეკავს საავადმყოფოში კონსულტაციის მისაღებად. საფრანგეთის დაზღვევა პაციენტს საშუალებას აძლევს აირჩიოს ნებისმიერი საავადმყოფო, კერძო თუ სახელმწიფო, სადაც სურს რომ იმკურნალოს. ჯორჯ პომპიდუს სახელმწიფო საავადმყოფო ერთ-ერთი უდიდესია პარიზში. სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტს აქ რამდენიმე ეტაპის გავლა უწევს. როცა პაციენტი მოდის ჩვენთან, ვიწყებთ მასთან მუშაობას მედდებთან, ფსიქოლოგთან ერთად, რომ კარგად ავუხსნათ ამ დაავადების არსი. ეს კარგი გზაა, რომ პაციენტი ნაკლებად აღელვებული იყოს და უფრო ადვილად მიუდგეს საკუთარ მკურნალობას. ძალიან მნიშვნელოვანია სკრინინგი, რადგან დაავადებას ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს. ფრანგული სისტემის მსგავსად, სიმსივნით დაავადებული თითოეული პაციენტის შემთხვევას სხვადასხვა სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი განიხილავს უნგრეთშიც. ქვეყანაში კიბოს მკურნალობა სპეციალური წიგნის მიხედვით მიმდინარეობს, სადაც არის ინსტრუქციები უნგრელი ექიმებისთვის. სახელმწიფო დაზღვევაც მხოლოდ ამ პროტოკოლით გათვლილ მკურნალობას ანაზღაურებს. ქვეყანაში კანონმდებლობით მოქმედებს ეგრეთ წოდებული მეორე აზრიც, რაც გულისხმობს, რომ პაციენტს საშუალება აქვს საკუთარი დიაგნოზი სხვა ექიმებთანაც გადაამოწმოს.
სიმსივნის მკურნალობა ძალიან ორგანიზებული სისტემაა. ჩვენ ვადგენთ ონკოჯგუფებს, სადაც რამდენიმე ექიმი შედის. როდესაც პაციენტი მოდის, ონკოჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას დიაგნოზის პროცედურებზე. და თუ პასუხი დადებითია, შემდეგ უნდა ვიმოქმედოთ ამ წიგნის მიხედვით. ყოველ 2-3 წელში ჩვენ ამ წიგნს ვაახლებთ. სიმსივნის დიაგნოზიანი პაციენტების რიცხვი საფრანგეთში აღარ იზრდება. 350,000 დაავადებული პაციენტიდან გარდაცვალების შემთხვევები ამ რიცხვის ნახევარია. ასეთივე მონაცემებია ევროპის სხვა ქვეყნებშიც. დიაგნოზებს შორის ყველაზე მეტი პროსტატის კიბოს შემთხვევაა. მას მოსდევს მკერდის, სწორი ნაწლავისა და ფილტვის კიბო. ეს იყო უცხოეთის გამოცდილება, მაგრამ ჩვენ პირველ ბლოკში საუბრობდით დაავადებებზე, რომლებიც თითქოს კი არა და მართლაც ასეა, რომ ყველაზე აქტუალურია, მაგრამ შენც რო საუბრობდი, მაშინ ვფიქრობდი, მე მგონი სამწუხაროდ, მართლა ძალიან სამწუხაროდ არ არსებობს ოჯახი, რომლის ახლოს სანათესაოში ერთი პაციენტი მაინც არ იყოს ონკოდაავადებით გარდაცვლილი ან დაავადებული, მადლობა ღმერთს, დაავადებული უფრო მეტი და გამოჯანმრთელებული. და კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ამიტომ ვთქვათ, ონკოდაავადებებზე საუბარი ყოველთვის აქტუალურია და ყოველთვის აუცილებელია. და საბედნიეროდ მედიცინა უკვე დიდი ხანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნაადრევი დიაგნოსტიკა და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება არის შანსი იმისა, რომ ეს დაავადება არ აღიქვამს. სასიკვდილო. ამიტომ ჩვენ სტუდიაში უნდა დავპატიჟოთ სტუმრები, რომელიც არიან პროფესიონალები ამ სფეროში და კიდევ ერთხელ მოგცემენ რჩევებს. ჩვენი ძველი მეგობარი. კი, ონკოლოგი ბატონი რემა ღვამიჩავა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა მებონია. ჩვენი სტუმრები. სალამი, მოგზანდით. ბატონო რემა გიხარია თქვენი სტუმრობა. და ამიტომ შეკითხვას ხალხზე ნანასგან დავიწყე. ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, სუბიექტური შეხედულებაა, რომ ძალიან მომატებულია ონკოდაავადებულთა რიცხვი, თუ სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს. სოფლიოში თუ საქართველოში? საქართველოში. საქართველოზე თუ ვისაუბრებთ, სტატისტიკა ამაზე არ მეტყველებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არა გვაქვს აქამდე 2015 წლამდე არ ქონდა კიბოს რეგისტრი, ონკოლოგიურ დაავადებათა რეგისტრი, რომელიც დაინერგა მიმდინარე წლის 2015 წლის 1 იანვრიდან და წლის ბოლოს უკვე ჩვენ გვექნება ზუსტი მონაცემები ახალი შემთხვევების შესახებ. თუ ყოველწლიურად რამდენი ახალი შემთხვევა გამოვლინდება. მანამდე კი აღრიცხვიანობა არ იყო სრულყოფილი და აქედან გამომდინარე სტატისტიკა მიუთითებდა ავადობის კლების შესახებ, თუმცა ეს არ არის რეალური ცხადია, კლება არ ხდება, გარკვეულწილად ადგილი აქვს მატებას. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიყენებთ ხოლმე გლობოკანის მონაცემებს, ეს გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამა, რომელიც აფასებს ქვეყნებში ონკოლოგიურ დაავადებათა გავრცელებას და გვაძლევს შეფასებით მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ყოველწლიურად გამოვლინდება 10-12,000 ახალი შემთხვევა, მაგრამ ექსპერტები საქართველოში, ქართველი ექსპერტები ამას არ ეთანხმებიან, თვლით რომ საქართველოში გვაქვს 7-8,000 ახალი შემთხვევა. თუმცა არსებული მონაცემების მიხედვით გასულ წელს აღირიცხა მხოლოდ 5,200 ახალი შემთხვევა. ასეთი სტატისტიკის აუცილებლობა, ანუ აღრიცხვიანობის აუცილებლობა, ჩემის აზრით იმაში მდგომარეობს, რომ შემდეგ მოხდეს ამის გაანალიზება და თქვათ მატების ან გაახალგაზრდების მიზეზების მოძებნა. მართალი ვარ, ამისთვის დავიწყეთ აღრიცხვიანობა. მართალი ხართ, ამისთვის არა, ეს რეგისტრი ბევრ ქვეყანაში არსებობს, ჩვენთანაც იყო ადრე ის ეფუძნებოდა ონკოლოგიურ დისპანსერებს, რომელიც არსებობდა ადრე. ონკოლოგიური დისპანსერები ხო მეტწილად დაიხურა, იმიტომ რომ ოჯახის ექიმმა შეითავსა ის ფუნქცია, რაც დისპანსერის ონკოლოგს ჰქონდა. აღრიცხვიანობა ქვეყანაში არის აუცილებელი ნებისმიერი დაავადების, მით უმეტეს ონკოლოგიურ დაავადებათა. იმისათვის, რომ ვიცოდეთ განსაზღვროთ პრიორიტეტები, რა არის წამყვანი, რომელი დაავადებები, დავგეგმოთ პროფილაქტიკური ღონისძიებები, მკურნალობა, საერთოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა. დაფინანსებები ხალბატონო. დიახ, დაფინანსებები, დავგეგმოთ საერთოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და შემდეგ შევაფასოთ ის ღონისძიებები, პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომლებიც იყო დაგეგმილი, იმუშავა თუ არა ეფექტურად. ზოგჯერ ხდება ისე, რომ პროფილაქტიკური ღონისძიება ან მკურნალობის მეთოდი, რომელიც უცხოურ ქვეყნებში იყო წამყვანი და შედეგიანი, შეიძლება ჩვენს ყველა პოპულაცია გახლავთ უნიკალური და შეიძლება ჩვენთან არ იმუშაოს. ამიტომ იმისათვის, რომ შევაფასოთ ეს პროფილაქტიკური ღონისძიება, იმისათვის, რომ გავიგოთ საით მივდივართ, სად ვართ, ეს აუცილებელია. ოჯახის ექიმი ახსენა ხალბატონმა ნანამ და ასე ვთქვათ,
გამოიკვეთა, რომ პირველადი რგოლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ მიკვლევა ზოგადად განწყობის ან რისკის ამ დაავადებების მიმართ. რამდენად ძლიერი არის ეს რგოლი ჩვენთან, რომ ასე ვთქვათ, ნაადრევად მოხდეს დიაგნოსტიკა და სკრინინგმა თავისი ფუნქცია შეასრულოს, რაც შეიძლება ეფექტურად. კი ბატონო, მოგესალმებით. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი არის მნიშვნელოვანი არა მარტო ონკოლოგიაში, ნებისმიერ ჯანდაცვის სისტემაში. მე ახალს არაფერს არ ვიტყვი, ეს არის აღიარებული, როგორც უკვე საქართველოში, ასევე დასავლეთის გამოცდო, ჩვენ საუბრობ ბევრად დიდი გამოცდილების ქვეყნებში, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი უნდა იყოს ძლიერი. ამით იზოგება მეორეული და მესამეული დონის მედიცინა, რის უკანაც დგას სახელმწიფო ფულიც და იზოგება ტყრილა ხარჯი არა, დრო იზოგება, იგივე ექიმის. მაგრამ უკაცრავად, ვიცი რომ იქ არის ეს სავალდებულო, აუცილებელი, შენ თუ ხარ დაზღვევად, შენ ვალდებული ხარ, გირეკავენ, ძალიან ბევრჯერ გაწუხებენ და თითქოს ძალად მიყავხართ, რომ ეს ყველაფერი გაიარო. იმიტომ რომ მკურნალობა უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს, ვიდრე პრევენცია. აქ ესე არ არის, აქ შენზეა დამოკიდებული, ხან დრო არა გაქვს, ხან მერე გადადე და აი ესე გადის ხოლმე ხან წელი, ხან 2 წელი. ჩვენ სწორგზაზე ვართ რა, მაგრამ ჩვენ გვინდა მეც მათ შორის თხიელება თქვენზე მეტად გვინდა 2 წელიწადში გავაკეთოთ. ალბათ ამას გარდა მერკეტებისა, გარდა მოდელებისა ჭირდება ცოტა შინაგანათაც მივიდეთ აქამდე. იმიტომ რომ მოდით ესე ვთქვათ, გავანებოთ თავი ონკოლოგია, ზოგადად ავიღოთ. ჯანმრთელობა არის საკმაოდ ძვირი. ჩვენ ეს მოგწონს თუ არ მოგწონს და გვაჩვენებს ცხოვრებაც, რომ თუ ავად გახდა ადამიანი, კი ბატონო, უმეტეს შემთხვევაში ლომისწილს სახელმწიფო იხდის, მაგრამ ვიღაც ხო იხდის. ის სახელმწიფო ფული ჩვენი ფულია, ხო? ჩვენი მოსახლეობის გადასახადებიდან აღებული ფულია. ანუ მე რა მინდა ვთქვა, რომ ძალიან სიფრთხილით უნდა, როდესაც ადამიანი ამას მიხვდება უკვე და მიხვდება იმას, რომ ჩვენ ჯობია არ მევიყვანოთ თავი ავად გახდომამდე. ან თუ სამწუხაროდ გავხდით ავად გახდომა დავაფიქსიროთ მის საწყის სტადიას, როდესაც მეზობელს აბსოლუტურად გეთანხმებით, ამიტომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფუნქცია არის ძალიან დიდი. არა მარტო ონკოლოგიაში, რაც ონკოლოგიაში შეეხება, იცით, ჩვენ მაგალითად სკრინინგზე თუ ვიტყვით, ჩვენ გვინდა რომ ეტაპობრივად სკრინინგის პირველი ეტაპი სკრინინგიც დავყოთ დონეება და გააკეთოს პირველადი ჯანდაცვის ექიმი, ანუ ოჯახის ექიმი. ისევე როგორც რეგიონებში სოფლის ექიმი, იმიტომ რომ მის აი ეს ხელის გულზე უდევს მისი მოსახლეობა, მისი ბენეფიციარი. გასაკვირველი, ამაზე მიდის მუშაობა მერწმუნეთ, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე დონორი ორგანიზაციების მხრიდან და მიდის მუშაობა. აი ერთ-ერთი ბოლოს შემიძლია გითხრათ, შაბათ კვირას აეხა ჩვენი ჩეხი მეგობრების მხარდაჭერით ზუგდიდში ჩატარდა ეს ტრენინგები, შემდეგ შაბათ კვირას გურიაში ტარდება და ესე მთელი საქართველო მოცულია. უამრავი კეთდება. პირველი რასაკვირველია სახელმწიფოსთან კოორდინაციაში. არა მარტო ამისთვის არ მნიშვნელოვანი პირველი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება. პირველადი ჯანდაცვის რგოლმა ოჯახის ექიმის სწორად გადაგამისამართებს, შენი გამოკითხავს, მან უნდა იცოდეს ჩივილები და მისი ფუნქცია სწორად გადაგამისამართოს და გადაგამისამართოს მაშინ, როცა ეს საჭიროა. გარდა ამისა, აი როგორც სიუჟეტში გავიდა და ძალიან სწორად იყო, იქნა თქვენ უბრალოდ ცოტა გასაგებად რო თქვა. ოჯახის ექიმი რო აგზავნის სამკურნალოდ, ონკოლოგიაში იქნება თუ კარდიოლოგიაში, თუ ნებისმიერ მიმართულების მედიცინაში. ის რო ბრუნდება, ისევ ოჯახის ექიმის კონტროლის ქვეშ, ანუ მონიტორინგი ოპერაციის შემდგომი, მკურნალობის შემდგომი. ანუ მკურნალობის შემდგომი არსებობს მკურნალობის შემდგომი გართულებები, ადრეული მოგვიანებით, ან გვერდითი მოვლენები, რაც ჩვეულებრივადაც ხდება, მაგალითად ქიმიოთერაპიის შემდგომ. ოჯახის ექიმმა უნდა იცოდეს, მზად იყოს, რა გართულებები შეიძლება იყოს, რომ ამ გართულებებისთვის მომზადებული დაახვედროს პაციენტიც, თვითონაც ჩაატაროს და ასევე უნდა იცოდეს, რომ რა დონე არის ის, რომელსაც თვითონ მოერევა და როდის არის საჭირო ისევ პაციენტის დაუშვება. ვინაიდან ინტერესი ძალიან დიდია, უშუალო სკრინინგ პროგრამებზე ვისაუბროთ. რა და რა პროგრამები არსებობს, თქვათ, გარდა იმ საყოველთაოდ ცნობილი და ცნობილიც შევახსენოთ. კი ბატონო, სიამოვნებით სკრინინგის პროგრამა საქართველოში, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს, დღემდე ფუნქციონირებს, ის კიდევ უფრო ძლიერდება და მრავლდებაში გულისხმობ რეგიონალურ ხელმისაწვდომობას და მინდა გითხრათ, რომ სკრინინგი დღეს ხელმისაწვდომია აბსოლუტურად.
ორი მიმართულებით. ერთი არის ფინანსური ხელმისაწვდომობა და იგი სკრინინგის სახელმწიფო სკრინინგის საგზაო პროგრამის ფარგლებში. ყველა კვლევა არის აბსოლუტურად უფასო მოსახლეობისთვის. რამე თუ ის იფარება ბიუჯეტის თანხებიდან, რეგიონებში, ფედერალური ბიუჯეტიდან, თბილისში მუნიციპალური. მაგრამ გარკვეული ასაკის ადამიანები 40 წლიდან როგორც ვთქვი. ჯუჯუ 40-დან 70 წლამდე, საშილოსნოსყელი 25-დან 60-მდე, მსხვილნაწლავი და წინამდებარე ჯირკვალი 50-დან 70 წლამდე. თუ ადამიანი არის დაუშვათ სამივე მიმართულებით ჯდება ამ ასაკობრივ ჯგუფში ნებისმიერ სქესის მიხედვით შეუძლია ჩაიტაროს უფლება. მაგრამ 28 წლის არის ქალბატონი და რომლის ეოს ყველაფერს დიდი თანხები დავხარჯები, მანდაც არის ალბათ რაღაცა ეხლა. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვას, როგორც ამაზე დაბალი ასაკის მქონე, ასევე უფრო ასაკოვანი ხალხი. მაგალითად 72 წლის ადამიანი მოდის და მესმის მე მისი. მაგრამ მოდით ერთ რამეს შევხედოთ რა, ეს პროგრამაც და პროგრამის დაფინანსებაც ეს სახელმწიფოს ფული ჩვენი ფულია ყველას. ეს არის აღებული ის ასაკობრივი შუალედი, რომელიც არის მიღებული მთელ მსოფლიოში. იმიტომ რომ ამ პროგრამების უკან დგას ფული ისევე, ეს უნდა იყოს ხარჯ ეფექტური, გარდა სამედიცინო კუთხით ეფექტურობისა. ამიტომ აღებული გვაქვს ჩვენ ის შუალედი, რომელიც არის მთელ მსოფლიოს სტანდარტებში. გასაგებია, თუმცა იმ 28 წლის გოგონას ეს თქვენი ახსნა, ვთქვათ, რომ ამის უკან დგას სახელმწიფო ფული, არანაირ შველას არ აძლევს და შვებას არ აძლევს. გასაგებია. ხო, მე მინდოდა მასთან დაკავშირებით. 28 წლის გოგონა როცა მიდის გამოსაკვლევად და ეს ლაპარაკი არ არის ალბათ საშილოსნოს ყელის კიბოზე, რადგან ეს დაფინანსებულია. სხვა ონკოლოგიურ პათოლოგიაზეა საუბარი, ხო? ამ შემთხვევაში მიდის ძუძუს კიბო, ის მიდის იმიტომ, რომ რაღაც გამოვლინდა. პროფილაქტიკის მიზნით კი არ მიდის, იმიტომ რომ 28 წლის ასაკში არ წავა პროფილაქტიკის მიზნით, ეს არ არის რეკომენდირებული, ამას თავისი ახსნა აქვს, იმიტომ რომ რეპროდუქციის ასაკში ყოველ 2 წელიწადში ერთხელ მამოგრაფიული კვლევის ჩატარება ყოველნაირად გაუმართლებელი და მიუღებელია. სკრინინგული პროგრამები ბატონმა რემამ, როგორც მოგახსენათ, უნდა ჩატარდეს გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში, იქ სადაც რისკი და შანსი ამ დაავადების გამოვლინების არის მაღალი. 28 წლის გოგო როცა მიდის, ესე იგი მას უკვე აქვს რაღაც პათოლოგია და უკვე მიდის დიაგნოსტიკის მიზნით და არა გამოვლენის მიზნით. პროფილაქტიკა არა სკრინინგული გამოკლება და ამ შემთხვევაში უკვე სხვა მექანიზმები ერთობა. სკრინინგი და დიაგნოსტიკა უნდა მიბოძეთ აქ ჩავერიო მე და თქვა ძალიან გავმიჯნო. სკრინინგი ეს არის ჯანმრთელი პოპულაციის გამოკლება. თუ ადამიანს რაიმე აწუხებს და ის თავისი ინიციატივით მიდის ექიმთან, იმიტომ რომ რაიმე ჩივილი აქვს, ეს სკრინინგი არის. ჩვენ რასაკვირველია ესეთ ადამიანსაც ვიღებთ სკრინინგში თუ ასაკობრივად ეთქვის. რასაკვირველია, მას შეუძლია მიმართოს ასე ვთქვათ უნივერსალური დაზღვევის ფარგლებში. და რა მინდა კიდევ თქვა ერთი, რომ ასაკზე რო არის მაგალითად საუბარი. მაგალითად სოფლიოს ევროპულ ბევრ დასავლეთის ქვეყანაში ძუძუს კიბოს სკრინინგი იწყება 50 ასაკი. წლის 50-60-ია. ჩვენ გვაქვს 40-დან და რატო? როდესაც ჩვენ ევროპელმა ექსპერტებმა ეს ერთ-ერთ მინუსად ჩაგვითვალეს, რომ ეს ფუფუნებაო თქვენთვის, რატო იწყებთ, რომ ევროპა იწყებს 50 წლიდან. ჩვენ როდესაც დავთვალეთ და ჯანდაცვის ორგანიზატორებს საქართველოში დაუდეთ, რომ ჩვენს მიერ გამოვლენილი ძუძუს კიბოს შემთხვევების 20% არის 40-დან 50 წლამდე ჩვენი სისტემა დაგვეთანხმა და უარი უთხრა ევროპელებს მათ რეკომენდაციის განხორციელებაზე და დავტოვეთ. მაგრამ ძალიან დიდია, მაგრამ ესე მთლიანად გაზდა შეუძლებელია. მივხვდით? კითხულობდი, მაიკო, არ ძუძუს კიბოს და საშვილოსნოს გარდა თქვენთან გამოკვლევები ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი ნაწლავი. მსხვილნაწლავს კიბოზე სკრინინგი, რაც გულისხმობს ტესტი ფარულ სისხლდენაზე, თუ ტესტი დადებითია, მაშინ ტარდება კოლონოსკოპია ტოტალური, თუ საჭიროა და ამას საჭიროება არის და არის რამე სუბსტრატი, ხდება ბიოპსიის აღება ჰისტოლოგიური შემდგომი კვლევით. ეს რომელი ასაკიდან? 50-70 წელი. ეს სამივე ეტაპი არის დაფინანსებული. სულ ყველაფერი არის უფასო არ არის, უფასო არის მოსახლეობისთვის. მოსახლეობისთვის. ჩვენ რაც მოსახლეობის ხმა ბატონო რემა, ჩვენ მე კი მაინც მიუხედავთ იმისა, რომ ვისაუბროთ ბევრი, მინდა გამოვაცხადო ნომერი, რომელიც არის ცხელი
ხაზი, სადაც შეგიძლიათ ყველა დამატებითი შეკითხვა დასვათ 220-35-35, იმიტომ რომ როგორც წესი ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა. და ერთი საინტერესო ამ ტელეფონთან მიმართებაში, ამ ტელეფონზე ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დარეკავს, მას მიეცემა სრული ინფორმაცია სკრინინგის პროგრამის შესახებ. რა მიმართულებები მუშაობს, რა კვლევებია გათვალისწინებული და ერთი საინტერესო კიდე. იქ არის ღილაკი თბილისელებისთვის და რეგიონში მცხოვრებთათვის. რეგიონში მცხოვრებთათვის ცალ-ცალკე მიეცემათ ინფორმაცია. კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, სად ჩაიტარებინა. ძალიან დიდი მადლობა. ფსიქიური დაავადებები და დეპრესია შემდეგ ბლოკში.